მამა, აი როგორ ყველა ცოდის თავი არის სიამაყე და აი როგორ მოვიპოვოთ სიმდაბლე, მამა, ძალიან რთული არის და სიმდაბლის მოპოვება ძალიან რთულია. სიმდაბლეს მოიპოვებს ის ადამიანი, რომელსაც აი მზერა აქვს სხვების მიმართ კი არა ის როგორ იქცევს საკუთარ თავის მიმართ და მაქსიმალურად ცდილობს რომ მისი ნაკლი დაინახოს, მაქსიმალურად ცდილობს რომ დაინახოს რა უღირსია და უნდა იკითხოს თქვათ წმინდა მამათა ცხოვრებები და შეადაროს აი ის მამა როგორ ცხოვრობდა, ის წმინდა მამა შენ როგორ ცხოვრობ. თქვათ უნდა იკითხოს სახარება, არა მარტო სახარება, განმარტებები, რამდენად ჩვენ შევეფერებით სახარებისეულ სწავლებას და ბოლო-ბოლო ყველაფერზე უფრო მთავარი ისევ და ისევ უფალო მომეც თავდაბლობა. უფალო მე არ შემიძლია რომ აი ამ ბოროტსულს ვებრძოლო, პატივმოყვარების ამ პარტავნების ბოროტსულს შენ შემეწია რომ ვებრძოლო და დავამარცხო შენის წყალობით. გამიგე, აი ეს არის ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, დიდი იარაღი ჩვენს ხელში, რომ ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელიც ძალიან ხშირად უშვებს ჩვენზე ვიღაცის შეურაცხყოფა, ანუ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგვაყენა. რატო უშვებს? იმიტომ რომ ჩვენ მადლიერებით, თავდაბლობით მივიღოთ და ეს თავდაბლობა ანგრევს ჩვენს ამ პარტავნებას. ასე რომ გვახსოვდეს რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე, რაც ეშვება დიდება და მადლობა უფალს ყველაფრის, იმიტომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე, ყველაზე მოსიყვარული, ყველაზე მეტად უყვარვართ და ყველაზე უკეთ იცის ჩვენი მომავალი და რასაც უშვებს უფალი დიდება და მადლობა, ეს ყველაფერი ჩვენი დამდაბლებისთვის კეთდება და დიდება მადლობა უფალს ამისთვის. ამინ, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარით.